მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის ამ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება მაია კოპალეიშვილი, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. მოგესალმებით, თავადო მაია. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგზირითადად მოგიყვანეთ მზია ამაღლობელის საქმეზე სასაუბროთ. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს დასკვეთის ხდომა, მიმდინარეობს და ანუ არ ვიცით, დღეს იქნება განაჩენი შეიძლება იყოს, შეიძლება არც იყოს დღეს, ვიცით რომ მუხლი აქვს რაღაც 4-დან 7 წლამდე წარდგენილი და ნუ ვილაპარაკეთ მე და დათომ ახლა ჩვენ გადმოსახე და რატო არის უსამართლო ეს მუხლი, მაგრამ ნუ თქვენ ახლა მოსამართლე იყავით იურისტი ბრძანდებით და უფრო კვალიფიცირებად რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებლებს და რადიოს ვენებს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელს. თავდაპირველად რა თქმა უნდა ითქვას, რომ საერთოდ ნონსენსია, როდესაც მზია ამაღლობელი საქმეს განიხილავს სისხლის სამართლებრივი წესით სასამართლო თან იმ მუხლით, რომელიც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას, როგორც ასეთი სილის გაწნისთვის თან ქალბატონის მხრიდან სილის გაწნა ვერანაირად ვერ იქნება მიჩნეული და ამაზეც მრავალჯერ ითქვა, რომ ეს არ წარმოადგენს იმ ინტენსივობის მოქმედებას, არც ისეთი ზიანის და ტკივილის მიმყენებელს, რომელიც შეიძლება შეფასდეს თავდასხმად პოლიციელზე. მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თავდასხმად შეფასდეს, ხო და ამიტომ ამბობს დგებუაზე მეტკინა. ხო, არა, ვერ ასაბუთებს მაგას, რომ მეტკინაო, იმიტომ რომ შემდეგ ეს დადასტურდა ბევრჯერ ექსპერტის დასკვნით, თქვათ იქ ექსპერტმა განიხილა აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა, მათ შორის სიწითლესთან დაკავშირებული საკითხები, შეიძლება თუ არა იყოს იმ ასე ვთქვათ ინტენსივობის ტკივილის მიმყენებელი, რომ ეს შეფასდეს თავდასხმად. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასევე უზენაეს სასამართლოს პრაქტიკაც, შესაძლოა ეს განიხილეთ კიდევაც ამ გადაცემაში. არა, ჩვენ სამართლებრივ თემას ვხედავთ. უზენაეს სასამართლოს პრაქტიკას, რომელმაც უფრო მძიმე შემთხვევაც კი რაღაც არ განიხილა პოლიციელზე თავდასხმად. ანუ იმისათვის რომ ყოფილა ასეთი საქმე, ხო? და ანუ ზუსტად სილის გაწნა არ იყო, იქ უფრო მძიმე შემთხვევაც იყო, მაგრამ ამ მუხლით პოლიციელზე თავდასხმად ეს არ იქნა განხილული და როდესაც აი ასეთ სუბუქმედებაზეა საკითხი, რომელიც შეეხება სილის გაწნას, თან ჩვენ ხო ვიცით წინარე პირობები რისი თანამდევი მომენტი იყო ეს სილის გაწნა, ხო? ეს იყო პროტესტი ქალბატონი მზიას მხრიდან იმ შეურაცხყოფაზე, რომელსაც აყენებდა ეს ადამიანი, ხო? ფაქტობრივად ეს პოლიციელსაც ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ადამიანს, ჩემის აზრით, იმიტომ რომ პოლიციელის მოვალეობა პირიქით თვითონ იყოს სმარტ-წესრიგის დამცველი და არა ის რომ პირიქით ხდებოდეს და შეურაცხყოფას აყენებდეს დაკავებულ ადამიანს და ჩვენ ვიცით რომ შეურაცხყოფა ისეთი ინტენსივობის იყო და ისეთი ძალადობის გამოვლინება ხდებოდა ამ პოლიციელის მხრიდან რომ ფაქტობრივად ქალბატონი მზია იცავდა თავს ამ პოლიციელის ძალადობისაგან და წესი თვითონ უნდა იყოს ცნობილი ეს ინტენსივობის შეურაცხყოფას რაზეც საუბრობთ ხო იქ რაღაც შეფურთხებაზე, გინებაზე ასე შემდეგ ეს იყო უკვე მერე სილის გაწვის მერე როცა დააკავეს ანუ ანუ ეს ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ ამ სილის გაწვისგან გამწარებული დგებუაძე ჯერ აგინებდა მას ეს უკვე ვიდეოშიც ისმის რომ რაღაცა იგინება ჯერთა დაიგინა რომ ამას სისხლით გაუშვებ ხო პოლიციელო დაიგინება რომ სისხლით გაუშვებ იქ გადაწყვიტა ეს და მერე მოხდა ეს ამბავი ხო შეფურთხება წყალს არ ტუალეტში არ და ასე შემდეგ ანუ ეს მძიმე შეურაცხყოფა მერე მოხდა და მაგაზე ვამბობ თვითონ ხო მაგრამ სილის გაწნამდე არ არის ცნობილი ამ სილის გაწნამდეც დაკავებული იყო მზია ხო პირველ ჯერზეც დააკავეთ ადმინისტრაციული და იქ ახლა რა მოხდა რა შელაპარაკება მოხდა უკვე რა როგორ სიტყვიერი შეურაცხყოფა როგორი მიაყენა და ასე შემდეგ ან რა უსამართლობას წააწყდა მზია ეგ კიდევ სხვა საკითხია და ამაზე იყო მისი რეაქცია საბოლოო ჯამში ხო ხა იმიტომ რომ დაიწყეს ახლა ხელისუფლების მომხრეებმა რომ ეგ რო ამბობ შეაფურთხა რაღაცა მე იყო სილის გაწმამდე გავსიგებ რომ მე იყო ხო მაგრამ ეს ამართლებს ახლა დგებუაძის აქციას ანუ სამართლებრივი შემადგენლობა ქმედების არის მთავარი ანუ ის კი ის რომ თქვათ რა იყო მანამდე ერთი რო სამართლად არღვევა ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და
უნდა დაეკავებინათ თუ არა, მე რომ სისხლის სამართლებრივი წესით დააკავეს. ანუ აქ არის მთავარი, რომ შეიძლება თუ არა იმას, რასაც ედავებიან ქალბატონ მზიას, ანუ ეს სილის გაწვნა, მივიჩნიოთ იმ სისხლის სამართლებრივი მუხლის შემადგენლობას. რატომ გააწნა სილა ეს კიდევ სხვა თემა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მანამ მისი პირველი დაკავებაც იყო უსამართლობა. უსამართლობისგან მარტო ეხა ზია თვითონ ამბობს რომ იქ იმის გამო კი არ მივიდა რომ აქციაში იღებდა აქციაში არ მონაწილეობდა ზია მაღლობელი ეს რომ თქვათ გასაგებად მან უბრალოდ ტელევიზორში ნახა რომ მისი მეგობრები და ასე შემდეგ რომელიც აქციაში მონაწილეობდნენ დაიწყეს მათი დაკავება უსამართლო და ეს რომ დაინახა გავიდა და შეუერთდა და ანუ ამ უსამართლობისგან იქ ასე ვთქვათ თვითონაც ადგა და რაღაცა სტიკერი ხო და ამის გამო ადგენენ და რომელიც არ არის ხა არაფერის ისეთი დარღვევა. რო დააკავო. ხო, რო დააკავო ასეთი დარღვევა არ არის. ანუ ეს კიდე უსამართლობა ჩაიდინეს, ისიც მიაყოლეს და დაიჭირეს. მე ნუ ამბავი რო ატყვა რომ ჟურნალისტი დაიჭირეს და რო გაიგეს თვითონ არ იცოდნენ სავარაუდოდ როგორ ჩანს რომ ვინ იყო მზია, ადგენს და გამოუშვნენ. და მე უკვე გარეთ ყოფი მზია, უკვე ითხოვდა რომ სხვაებიც გამოუშვას ასე ანუ თავის მეგობრები და მოსამართლე ეს იქ ახლა ლაპარაკის დროს რა უთხრა დგებოაძემ, ამარა უპასუხა ფაქტია რომ ის არ უსმენს თუ რაღაცა მიტერიალდება, ამ ზურგში აქცევ შეიძლება აი ესეც დამატებითი ის იყო, რა ქვია, შეურაცხყოფა, ხო, ეხლა რო არ გისმენს, რა ზურგს მოგაქცევს ადამიანი, ეს ჩანს ვიდეოში მოატერიალებს და მე ესე იმაშურა. ანუ რა მიიყვანა აქამდე მზია, ეს კიდე ალბათ თვითონაც ილაპარაკებს, ხო, ამ პროცესზე. მაგრამ ის რომ ის მერე მოხდა შეფურთხება, წამება და ეს ხო ეს რამენაირად გებუაძეს ამართლებს რომ მერე მოხდა. ანუ ეგ ხო ცალკე დანაშაულია შეუძლებელია. ეგ საკითხი ხო არც დგას. სწორედ იმას ვამბობ ჩვენ რომ ქალბატონი მზია არცნეს ასეთ შემთხვევაში იმ კონკრეტული პირის მიმართ არ დაწყებულა გამოძიება ამ დროს უნდა იქნეს მის მიმართაც გამოძიება დაწყებული, იმიტომ რომ ის როგორც დიახ ეს დგებუაძე როგორც პოლიციელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ასე რა თქმა უნდა არ უნდა მოქცეულიყო. ანუ ამ შემთხვევაში ქალბატონი მზია არის თავად ამ სისტემის მსხვერპლი, რაც არსად არ ამბობს ამას და ქალბატონი მაია მწარიაშვილი ადვოკატი დღეს როგორც გაჟღერდა ამბობს რომ ქალბატონი მზია საერთოდ საქმის გამომძიებლებსაც კი არ უნახიაო სხვათა შორის ეს დღეს გავიგე რომ საქმის ვინც იძიებდა იმ გამომძიებლებიც კი არ შეხვედრიანო ქალბატონ მზიას არც ზედამხედველი პროკურორები ხო ანუ ისე ასე ვთქვათ ისე ადგენდნენ ამ ფაქტებს და აწყობდნენ ერთმანეთზე თავის შეხედულებით, რომ რეალურად შეუძლებელია ამ დროს არ შეხვდეს სამართალდამხმარე საქმის გამომძიებელი. შეიძლება პროკურორი ვერ შეხვდეთ, თქვა ზედამხედველი პროკურორი, მაგრამ საქმის გამომძიებელი შეუძლებელია რომ არ შეხვდე. აი ეხა ეს იყო საოცარი სიახლე ნამდვილად, რაც დღეს ჩვენ გავიგეთ. რითი შეიძლება ეს ამბავი დამთავრდეს? ანუ თქვენი აზრით აი რა უფრო მოსალოდნელია რა განაჩენია აი ამ ვითარებაში? სისტემის პირობებში თუ სამართლიანი სასამართლოს პირობებში? აი ორივე სამართლიანი. მე მიუდგები სამართლიანი სასამართლოს პირობებში როგორ უნდა იყოს და მე ამასთან საპირწონედ გამოჩნდება როგორ მუშაობს სისტემა. სისტემა რომ ადამიანის ბედს არაფრად აგვიდევს და ეს მართლმსაჯულების სისტემა რაც გვაქვს ამას ჩვენ ვხედავთ, იმიტომ რომ ამდენი ხანი მგონი 8 თვეა თითქმის ხო 7 თვეა რაც ქალბატონი მზია იანვარში დააკავეს და იქედან მოყოლებული დღემდე და სრულიად უკანონო პატიმარია ქართული ოცნების, აი სრულიად უკანონო და ეს ითქვა არაერთხელ, ეს ითქვა არამხოლოდ ჩვენ შიგნით თქვათ საზოგადოებრივობის მხრიდან, სხვა ჟურნალისტების მხრიდან, არასამთავრობოების მხრიდან, არამედ ამას გვეუბნება ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჟურნალისტთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია, იქამდე ევროპარლამენტის რეზოლუციაში იქნა ამაზე ჩაწერილი, რომ ქალბატონი მზია აუცილებლად უნდა იქნეს გამოშვებული. ანუ იქამდე ითქვა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუზიანდა ის მხედველობასთან დაკავშირებით და ვთქვათ, მისი ადვოკატები ითხოვენ შუამდგომლობით, რომ ხელმეორედ კიდევ ერთხელ გადამოწმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ამას სისტემა დღემდე არ არის ეს ხელმეორე შუამდგომლობა ჯერ დაკმაყოფილებული. ანუ
ანუ ქალბატონი მზია არის უკანონო პატიმარი. ამითი ყველაფერია ნათქვამი და ის ყველა შემთხვევაში ექვემდებარება განთავისუფლებას სამართლიანი სასამართლოს პირობებში. ეხლა ვიღაცა მეტყვის კი სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ეს რა თქმა უნდა ასე უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ თუ ამ სტანდარტიდან გამოვალთ, როგორი იქნებოდა სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ის უნდა იყოს გარეთ და უნდა იყოს თავისუფალი. რა თქმა უნდა, ახლა კი არა ბევრჯერ, მათ შორის, როდესაც შუამდგომლობები დგებოდა წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ, რომ აი წინასწარი აღკვეთის ღონისძიება, როგორც წინასწარი პატიმრობა შეცვლილი იყო. იმიტომ რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლებრივი დანაშაული. შეიძლება ეს იყოს მხოლოდ ადმინისტრაციული დანაშაული, თუ ვისაუბრეთ დანაშაულზე. დარღვევაზე. ნახეთ, ჩვენ ამას ვერ შევაფასებთ დანაშაულად. ეს არ არის დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობა. ეს არის ახლა დღეს მთავარი, რომ ქალბატონი მზია რისთვისაც არის ახლა და სასამართლოს წინაშე წარსდგა, იქ რა თქმა უნდა სისტემას, როდესაც აღვნიშნოთ, მე არ გულისხმობ სასამართლო ხელისუფლების სისტემას. მე ვგულისხმობ მთლიანად ქართული ოცნების ხელისუფლების სისტემას, იმიტომ რომ ეს მოქმედებს ერთობლიობაში, ხო ჩართულია სასამართლო, ჩართულია პროკურატურა, ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები, ანუ ბევრი უწყება, მათ შორის სახელისუფლებო ჟურნალისტიკა და მედიები, ხო? აქ მარტო იმაზე ხო არ არის საუბარი, რომ რაღაცა მოსამართლე როგორ იქნება, მოსამართლე რო დაკვეთას ასრულებს, ეს ჩვენ კარგახანია ვიცით და არა მხოლოდ ეს მოსამართლე, თქვა, სხვა მოსამართლეები სხვა საქმეებში. აქ არის მთავარი, თუ კი სამართლებრივად შევხედავთ, რომ ქალბატონ მზიას არ ჩაუდენია სისხლის სამართლებრივად დანაშაულებრივი ქმედება და ამას ქართული ოცნებაც ხედავს. შეუძლებელია, აი დღეს ახლა მაგალითად რო გამოდის კობახიძე და რომ ამბობს, რომ ძნელიაო სამართალდამცავი ორგანოების ამოცნობაო და თუ კი ვინმემ გადაცდომა ჩაიდინა, აუცილებლად უნდა დაისაჯოსო. ჩვენ ამას ჯერ კიდევ როდის ვამბობდით, რომ სამართალდამცავ ორგანოს უნდა კონდეს ამოსაცნობი ნიშნები, რომ იდენტიფიცირებული იყოს. მაგრამ მაშინ ხო არავინ ასე ვთქვათ, არ გვეთანხმებოდა ამაზე და სამართალდამცავ ორგანოებს იცავდა სისტემა. ამიტომ ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ხვალ მზია მაღლობელზეც თქვან, რომ არასწორი იყო ესა ამ ქმედებისათვის არ შეიძლებოდა რომ მის მიმართ ყოფილიყო სისხლის სამართლებრივად და რა იქნებოდა სამართლებრივი ქმედება თქვენი აზრით? რა იქნებოდა ამაზე არსებობს სხვადასხვა. ხო ხვდებით როგორ უყურებენ ახლა ამ საკითხს და სულ ამ კომპონენტებს ამასწორებენ, ახლა პოლიციელს ხელი გაარტყა და აბა ახლა ხო მაგრამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც გვაქვს ჩვენ, როდესაც არის პოლიციელზე ან მასთან გათანაბრებულ პირზე შეურაცხმყოფელი ქმედება, თუ კი ასეთაც მიიჩნევდა, ვთქვათ, მაგრამ შეურაცხყოფა არის სუბიექტური მომენტი. შეიძლება პირმა მიიჩნიოს და შეიძლება არა. სხვათა შორის თავად გებუაძეს, აი რომ და ვკითხულობთ ხოლმე რაღაცებს მონაცემებს, თავად გებუაძეს აქვს თურმე ნათქვამი, უთქვია რომ მეო კი არაო, მაგრამო აი შუამდგომლობა რო დგებოდა, რომ შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის ნაცვლად, სხვა უფრო მსუბუქი ყოფილიყო, რომ მეო კი არა მაქვს შიშიო, რომ რაღაცა ჩემს მიმართო იქნებაო, მაგრამო შეიძლება სხვა პოლიციელებს მიაყენოსო. ანუ სუბიექტ ამითი რა კი აღკვეთის ღონისძიებაზე იყო, მაგრამ ამითი მინდა გაუსვა ხაზი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეურაცხყოფასთან მიმართების სუბიექტურ აღქმას. შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ფაქტი მიიჩნიოს და ქმედება შეურაცხყოფელად და ვიღაცამ არ მიიჩნიოს ასეთად. ამიტომ შესაძლოა საერთოდაც არ დადგეს სხვა განსხვავებულ ვითარებაში, თუ კი პოლიტიკური სარჩული ამას მოსცილდებოდა, არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ პირის მიმართ, იმიტომ რომ აქ ეხლა არის პოლიტიკური სარჩული. ქალბატონი მზია ხო არ არის მარტო მზია ამაღლობელის სისხლის სამართლებრივი საქმე, ხო? აქ ხო პოლიტიკური სარჩული აქვს. სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რომ სხვამაც არ გაბედოს რაღაც ასეთი. არა მხოლოდ სხვამ, ანუ მთლიანად მედია, ეს არის საჩვენებელი დასჯა მედიის, ჟურნალისტიკის ჩვეულებრივი თავისუფალი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ სისტემას შეუძლია ნებისმიერი ფაქტი აქციოს სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებას და ამათ ჩვენ მარტო ქალბატონი მზიას საქმეში ხო არ ვხედავთ, არა? უამრავი პოლიტიკური პატიმრის საქმეა, სინდისის პატიმრების საქმეა, სადაც ხდება სწორედ იგივე, ხო? ჩვეულებრივი, აი გამოხატვის თავისუფლებისთვის, აი სინდისის პატიმრები რო ყავს, ხო? გამოხატვის თავისუფლებისთვის ხალხის მიმართ არის სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრული და მიმდინარეობს დღემდე, ხო? ანუ ჩვეულებრივი
ადამიანი რო საუბრობს თქვათ პროტესტის ტერიტორიაზე და რაღაცა თემები შეიძლება დაუშვა და განიხილოს სამეგობრო წრეში და ამას რო ვიღაცა ჩაწეროს და მე ეს გადატრიალებად და რაღაცა ორგანიზებულ ჯგუფად მოიხსენიოს, რასაც აკეთებენ, ხო? ანუ სისტემა, რომელიცშიც არ არის კანონის უზენაესობა და სამართლის უზენაესობა და რასაც ეხლა ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების პირობებში, ზუსტად ასე მოქმედებს, იმიტომ რომ ის კანონის უზენაესობა არის სწორედ ჩარჩო, რომელიც ასე ვთქვათ ბოჭავს ხელისუფალს, იქნება ეს პოლიციელი, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ ვინც არ უნდა იყოს რა სისტემა და ჩვენ ხო ვხედავთ რომ ახლა კანონის უზენაესობა და სამართლის უზენაესობა არ მოქმედებს, გამქრალია, მოქმედებს მათთვის, იმიტომ რომ მათთვის თუკი ვინმე ჩაიდენს რამეს მაშინა შესაბამის მუხლში ჩასვავენ და უფრო მეტიც ჯერ მუხლებს იღებენ და მერე პირებს იჭერენ, ანუ ამით იმისი თქმა მინდა რომ გარდა იმისა რომ ქალბატონი მზიას ქმედებაში არ არის სისხლის სამართლებრივი ქმედების შემადგენლობა, ადმინისტრაციული იქნებოდა თუ არა, ესეც იქნებოდა კონკრეტული ინდივიდუალური შემთხვევის საკითხი. ადმინისტრაციის რო ყოფილიყო, რამდენს ითვალისწინებს ხა ეგ მაქსიმუმ. არის ჯარიმა და რა თქმა უნდა შედარება არ არის ახლა სისხლის სამართლებრივი და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე რომ ადმინისტრაციულში თუნდაც ადმინისტრაციული პატიმრობა ხო, მაგრამ ადმინისტრაციული პატიმრობა არ იწვევს ნასამართლობას და ბევრად განსხვავდება რა თქმა უნდა თავისი სიმძიმით და ინტენსივობით სისხლის სამართლებრივი ადმინისტრაციული პატიმრობისაგან. ამიტომ აქ ამის შედარება არ ცხირს, თუმცა სხვანაირია სტრასბურგის პრაქტიკა. თუ ამას შევხედავთ როგორც თავისუფლების აღკვეთა და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვაც, სტრასბურგმა ერთ-ერთ საქმეში, სომხეთის საქმეში, მაგალითად თქვა, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა რამდენადაც არის თავისუფლების შეზღუდვა, ის თავის ინტენსივობით უტოლდება სისხლის სამართლებრივს და მოითხოვა, რომ უпростоრად არამიზონშეწონილად მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ადმინისტრაციული პატიმრობების როგორც სახდელის არსებობა და ამაზე თუკი საინტერესოა ეს მკითხველისთვის მიმდინარეობდა ხოლმე მსჯელობა, რომ აი როდესაც ხდებოდა რეფორმაზე საუბარი და ჩვენ ვიცით რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 1984 წელს არის მიღებული არის კომუნისტების დროს ყველაზე ერთადერთი ძველი კოდექსია რომელიც შემორჩა საბჭოთა კავშირიდან და ყველაფერი შეუცვალეთ მაგის ყველა და საჭიროებს აბსოლუტურ რეფორმირებას და ამ რეფორმაზე სულ ყველა ხელისუფალი როდესაც მოდიოდა ხელისუფლებაში თუ არა და ბატონ დავითი დამეთანხმება ყველა მსჯელობს ამის შეცვლაზე და იყო ამაზე მსჯელობა რომ ხო არ გადასულიყო თქვათ ისეთი სიმძიმის სამართალდარღვევების სისხლის სამართლის კოდექსში დარქმეოდა ამას მისდინმინორების თავი და პატიმრობა იქ მოქცეულიყო თუმცა ამაზე გარკვეული წინააღმდეგობა არის იმიტომ რომ ადმინისტრაციული პატიმრობა სუბუქად თვლის მაინც დღეს ხალხი იმიტომ რომ ნასამართლობას არ იწვევს და სისხლის სამართლის კოდექსში მაშინ სპეციალური დათქმები იქნებოდა საჭირო და აი ეს კანონმდებელი რას იზავს და ეხლა დაუშვათ და ნუ რაც ყველაზე მეტად მოსალოდნელია პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან გამომდინარე გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი და ეს მერე სამართლებრივი მექანიზმები ხდება კიდევ შემდგომი გასაჩივრების აი სტრასბურგის ჩათვლით, ანუ სააპელაციოში აუცილებლად. ანუ ეს პირველი ინსტანციის ჩვეულებრივად მიმდინარეობს სამივე ინსტანცია, სააპელაციო სასამართლო და ქუთაისში იქნება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ დასავლეთ საქართველოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო და მე უზენაესი და სტრასბურგში თქვენ იცით ხო, აი სტრასბურგზე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ შეტანილი არის სტრასბურგში არა საბოლოო განაჩენთან, არამედ მის დაკავებასთან და უფლების შეზღუდვის სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტებთან მიმართებით თქვენ იცით რომ საიამ შეიტანა, საია აწარმოებს ახლა ამ საქმეს, სტრასბურგმა მიიღო და ამოწერა კიდევაც ქართულ მხარეს, რომ ეს შეიძლება აყვანილი იქნეს ასე ვთქვათ პრიორიტეტულ და განსაზღვრელ საქმეთ და გარკვეული კითხვებიც გამოაგზავნა. სხვათა შორის აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე მუხლით არის საიას მიერ წარდგენილი ეს საქმე და ყველა მუხლთან მიმართებით
დასაშვება ცნო და არსებით განხილვაზე გაუშვა. ასაგებია. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრისთვის მაია კობალეიშვილი. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე იყო ჩვენი სტუმარი. მე გევშტობებით კვირამდე, კვირას 8 საათზე შევხვდებით ერთმანეთის გადაცემით პოლიტკალაკი. მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე. მოგესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, ეთერშია საავტორო გადაცემა რეზიუმე. ჩვენთან ერთად დღეს პარასკევია და სტუდიაში არის დათო ზურაბიშვილი, რომელსაც ასევე მოგესალმებით. მოგესალმებით მერაბ, მოგესალმებით ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. ბუნებრივია დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწევს ვისაუბროთ ზიამაღლობელის საქმეზე. ამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი და მერე გადავიდეთ სხვა თემებზე. იმიტომ რომ ბათუმში ამ წუთებშიც მიმდინარეობს ზიამაღლობელის სასამართლოს დასვენითი სხდომა. არის ვარაუდი რომ შეიძლება დღესვე გამოცხადდეს განაჩენი. ზიას შესახებ შეგახსენებთ რომ ზიამაღლობელს პოლიციისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. და ამ თემასთან დაკავშირებით ხა ბევრი თქვი ჩვენს, ყველამ ბევრი თქვა და იმაზე თუ რამდენად არაადეკვატური არის ის მუხლი რომელიც წაყენებულია სილის გაწვის გამო, ხა გაწვანსაც ვერ უწოდებ, ხო? ფაქტობრივად ხა ძლივ შეეხო ლოყაზე, რომელზეც დგებუაძე იდგა და ამბობდა რომ გამიწითლდა და მეთკინა. აი ყველაზე მკაცრი სახელმწიფოც კი, ნუ აი ადმინისტრაციული რაღაცაერთი 3 დღის ადმინისტრაციული პატიმრობის იგი დარწავიდო და. ხო, მე ჩვენ ყველაზე მკაცრი ხშირად ვიხსენებ ხოლმე 2007 წელს მომხდარ შემთხვევას, რომლის ვიდეოებიც არსებობს, როცა აი ყველაზე ოდიოზური პოლიციელი იყო, ხო, ფაქტობრივად ეხა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მთავარი სახე მეგის ქარდავა, რომელსაც ვიძინა გუბუჯაბიძის მეუღლემ სილის გაწვა ის იყო ისეთი გაარტყა. ის მართლა კარგად სილა გააწვა და აი ამ მეგის ქარდავაც კი რომელსაც ჯალაც ეძახდა მაშინდელი ოპოზიცია, იმანაც კი არ იკადრა რომ ადამიანისთვის ესეთი რაღაცა ერთი დღით ჩასვა. დღეც არ იყო რამდენიმე საათი. რამდენიმე საათით დააკავეს ეს კავტოდ მაკა და გამოუშვეს. მაკა სახურია. სამწუხაროდ დღეს ეს მაკა სახურია მხელსულებს ხარდამჭერია და იძახის რომ ზია ციხეში უნდა იჯდეს. ხო, ეს ძალიან მსხვერპლია სპეტერჟურის. ხო. როცა თვითონ უარესი აქვს გაკეთებული, შეიძლება ითქვას და ხო, იცი როგორც არის, რა ეს არის ტიპიური, აი ჰოტენტოტურ ლოგიკას ეძახდნენ ერთი პერიოდი, აი ჰოტენტოტები სამხრეთ აფრიკაში ესენტომი იყო და იქ ერთ-ერთი ეთნოგრაფი რო ატარებდა ექსპერიმენტს, კითხა რა არის სიკეთე, რა არის ბოროტება და ჰოტენტოტმა უთხრა რომ ბოროტება არის, როცა შემომივარდება მეზობელი, დამესხება თავს, ჩემწორს გაუპატიურებს, შვილებს მოკლავს, სახლს გადამიწვავს. სიკეთე რა არის, რო კითხეს, მე რო შეუვარდები მეზობელს და ესე იგი გაუპატიურებს ის სულს და სიმის კონებას სამოვიღებ, ესაა სიკეთე. აი, ამ ლოგიკით მოქმედებს ძალიან ბევრი სამწუხაროდ, ანუ ის კაცო იქ რა დაცემის დროს ყველაფერი ის ხო აიო იმას რა ქვია ეხლა როგორ გებუაძეს და იმას მეგის ქარდავას ადარებ ერთად გებუაძეს და მეგის ადარებია რა მეგის უკეთესად გამოიყურება ხო არა მეგის ქარდავას შეიძლება გასაგებია რომ დამნაშავეა და ციხეში ზის და მთელი ამბავი მაგრამ ნაცების გადმოსახედიდან ხო არ იყო ის დამნაშავე კაცო მაშინ ნაცების გადმოსახედიდან იმ დროს ნაცები იყვნენ ხელისუფლებაში მათი გადმოსახედიდან ისეთივე მაღალჩინოსანი იყო პოლიციის და უფრო მაღალჩინოსანი ვიდრე გებუაძე და შესაბამისად ეხა ნაცები ხო არ უყურებდნენ მას როგორც დამნაშავეს. არა, მეც იყო ის უყურებდნენ როგორც პოლიციის უფროსს და მათ თანამებრძოლს. და მათ არ იკადრეს ის გაეკეთებინათ რომ ხა ხალი დაიჭირათ ამ კონკრეტულ кейსში და საქმეში რა თქმა უნდა მეგის გამოიყურება კაცილებით უფრო გეცნობათ. რამაზად დალაპარაკე. ხო, თორე ზოგადად ეხა გასაგებია. ზოგადად იმას კიდე ბევრი რაღაც საქმე ხარ. ყველა ვიცით ვინც არის მეგის კარდა. მაგრამ ეს უბრალოდ რაბეშვაში არ არის, ხო? ვინ არის იმ შემთხვევაში. ხა ჩვენთვის არის მეგის კარდავა შეიძლება ჯალათი, მაგრამ ნაცებისთვის იყო ისა რა ქვია ჩვეულებრივ პოლიციის მაღალჩინოსანი. ეს საქმე ძალიან ჩემი აზრით ძალიან ცუდად შემოუბრუნდა უკვე ხელისუფლებას. არა მარტო ეს საქმე, მე ვიტყოდი საერთოდ ეს სასამართლო პროცესები ძალიან ცუდად შემოუტრიალდა, აბსოლუტურად სხვა მიზანი ჰქონდა იგივე ზიამაღლობელს, ეს ხო დასჯა იყო რეალურად. ანუ რა აზრის დამკვიდრება უნდათ? ეხლა რომ აი შეგვეწინააღმდეგებით პატარაზეც კი აი დედას გიტირებთ ყველას, რა რაღაცა ბრუტალური მაგარი ტიპობის დემონსტრირება ჭირდებოდა თავის მომხრეებშიც, რომ მათ რაღაცა გულმოცემული ყოფილიყვნენ, რომ აი მაგარია.
ჩემს მიერ ხარდაჭერილი ხელისუფლება არავის არაფერს არ შეარჩენს და პლუს დაეთრგუნათ წინააღმდეგობა, დაეთრგუნათ ის ხალხი, რომელიც პროტესტს აცხადებს. არც ერთმა ამან არ იმუშავა სერიოზულად. არა თუ არ იმუშავა აბსოლუტურად საპირისპიროდ, იმიტომ რომ ამერინაირ მაგარ ტიპებათაც ესენი ვერ გამოჩნდნენ და სულ მე ასე მგონია და ადრე დავწერე კიდეც რომ აი ეს აზრი რომ უნდა დამოეკვიდრებინათ, იმიტომაც გააჭიმეს ეს სასამართლო პროცესები. დიდი ხანია მიდის. ეხლა ყველა ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც იცის, რომ თვითონაც ავტორიტარულია, დიქტატურულია და არაპოპულარულია, ასეთ პროცესებს ამთავრებს სწრაფად და ეგრევე ციხეში უშვებს, რომ სწრაფად მორჩეს. უნდა ანუ ეს თუ ეხლა ყოველ დღე ამაზე იქნა ლაპარაკი, იქ ხალხი ჩავიდა საგულშემატკივროდ, იქ გააშუქეს, იქ მერე კიდე ამაზე ტელევიზიაზე გაშუქება აკრძალეს, ხო ეს უნდა გავუწევთ. ესეც ხო რა ქართული ოცნება მივიდა იქამდე რომ სასამართლოებზე მედიის შეშვება აკრძალეს. დიახ, ეს იმიტომაც ანუ წარმოიდგინე, შენ ვერ სხვენია შენი სასამართლო. ეს უკვე იმ დროს როცა დაინახეს რომ პრობლემად გავუხდათ. როცა კვლევებმა მოუყარა არც თუ თლად სასურველი შედეგები. იგივე მისი მომხრეების თვალშიც თუნდაც. აი მე რა გააკეთეს, რა იმის ნაცვლად რომ შეეცვალათ თვითონ პოლიტიკა და თვითონ მიდგომა აკრძალეს გაშუქება. ხო. ესე იგი რომ რო იმალები, რატო იმალები? ეს ეგ სხვენია, ხო? ან რაღაცას აშავებ, ორი მიზეზის გამო შეიძლება იმალებოდეს ადამიანი. რა მიზეზით ან რაღაცას აშავებ და ამიტომ იმალები, ან სხვენია. როცა ატარებდა ასეთ პოლიტიზირებულ პროცესებს და როდესაც ასევე ვთქვათ, ცხადი იყო რომ მტკიცებულებებიც არა აქვს სერიოზული და რაღაც ამას ყველა უყურებდა და უბრალოდ აკრძალეს პროტესტს გადაღება და მორჩა. აკაც იყო რომ დაინახეს გამოცდილი მეთოდია, აიგრძალა და დამთავრდა ლაპარაკი. მაგრამ ამანაც არ უშველათ, არ შველის ეს ამბავი. ეხლა ხელისუფლება საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ჯერ ერთი თავი წარმოაჩინა არა მაგარ ტიპად. არამედ დაკარგა ის გარკვეული მორალური უპირატესობა, რაც გარკვეული ნეიტრალურად განწყობილ თუ აპოლიტიკურ ხალხში ქონდა ხა მოწინააღმდეგეებზე არ ვლაპარაკობდა ოპონენტებზე. ის რომ წინა ხელისუფლება იყო აი ბრუტალური, უფრო დასჯაზე და რაღაც ასეთ ხალხის დაჭერაზე ორიენტირებული და ესენი უფრო ჰუმანურები არიან. ამას მაინც არ აკეთებენ. როგორც მათ ხარდამჭერმა ეს უცნობმა თავის კიდობანში თქვა, ქე მაინც არ უკლავენ და არ მოუპატიურებენ ეხლაო და აი ახლა აღმოჩნდა რომ ეგრეც შეღავათი დიდია ესე. ხო, არა, ეს შეღავათია, მაგრამ აღმოჩნდა რომ ესეც საკმაოდ ბევრი, ასე ვთქვათ, იჭერს უსამართლოდ იჭერს, უსამართლოდ ასამართლებს და ბიზნესის რეკეტიც დაიწყო და ხალხის სარწმუნოა, ზოგადად ვიღაცები თავს იკლავენ უკვე ამათი ზეწოლის შედეგად. ხო, მithuvetes ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. ანუ ამ ამბავშიც აი ეს მორალური უპირატესობა რომ ესენი იმას ჯობიან, უფრო ჰუმანურები არიან იმ ხელისუფლებასთან შედარებით. ჩემი აზრით აი ამ ნეიტრალურად და შედარებით ეს უკვე გამოჩნდა ამ აქციების დარბევის დროს. აქციების დარბევის დროს ეს ყველაფერი ერთად. როგორ ბრუტალურად ცემდნენ ხალხს. აქციების დარბევა, წამება ადამიანების, მერე ეს პატიმრობები, მერე სასამართლო პროცესებმა, იმიტომ რომ ვის ასამართლებ? ეს ხალხი ხო გამოდის, ვინ არიან, ამასაც მნიშვნელობა აქვს. ერთია შენ ამდენად სამართლებრივად სწორად ასაბუთებ. და მეორეა ვის წინააღმდეგ ხარ გაწყვეტ ეს ხალხი რომ გამოდის სიმპათიური ახალგაზრდა წესიერი განათლებული ადამიანები პატრიოტი ადამიანები არიან ამას ყველა უყურებთ ხო როგორ ლაპარაკობენ როგორ არ ასაბუთებენ თავის იმას მეორე მხრივ აქედან არიან ხელისუფლება რომელსაც არც საბუთი აქვს არც არაფერი დამამტკიცებელი მტკიცებულებები არ აქვს არაფერი არ აქვს და კომბახიძე გამოდის პრემიერ-მინისტრი და პრევენციის მიზნით აქვს იძახს. ანუ წინასწარ ესე იგი ვიღაცას არ ხდება. სხვა ანუ აღარ მოგიდეთო, აღარ მოგიდეთო. რამე ვერ უმტკიცებენ. გუშინ სხვა შორის საინტერესო რამ თქვა კიდევ კომბახიძემ რომ კიო დაეთახმა ჟურნალისტო, კიო პოლიციელებმაცო ჩაიდინესო დანაშაულიო და უნდა გამოიძიონ და აიო ახლა აქედან მოუწოდებო პროკურატურას რომ ჩაეძიოს კარგად გამოიძიო. ამდენი თვე გავიდა. წარმოიდგინეთ ეხლა დაკავებული აყავთ 30 აქციის მონაწილე, რომლებსაც ვერცეთ პოლიციელი ვერ ამბობს, რომ ამან მესროლა მაშხალავს. ზოგადად გავიგე, რომ ეხა იქ ფაქტობრივად ბრძოლის ველი იყო და პოლიციელებიც დაშავდნენ. მესმის, მაგრამ ეხა აქეთ იძახია, რომ ვერ ხდება იდენტიფიცირებაო, ვინ ცემაო აქციის მონაწილეები და ამიტომ პოლიციელები არ არის დაკავებულია და იქეთ ეხა დააკავეს ხალხი, რომელზეც პოლიციელები ხელს ვერ ადებენ, რომ მოდიან. და ვერ ამბობენ, რომ ამან მესროლა, ქვა ან მაშხალაო. შესაბამისად ის იძახის კომბახიძე რომ აი ეხლაცო მოუწოდებო პოლიციასო რომ ასე კი ეხლა ხო აი ჟურნალისტების თემაზე რო ავიღოთ ხო ხა ერთ მხარეს არის მზი ამაღლობელი რომელმაც სილის ხელის მოქნების გამო ხა ზის ციხეში და მეორე მხარეს არის
TV პირველი ჟურნალისტი და მისი ოპერატორი, რომელსაც კისერი მოტეხეს ლამის. ბეწვზე არის ახლა მაკაჩიხლაძე გადარჩენილი და გურამ როგავას ამბავია. უყურეთ ყველა მამას. ფაქტობრივად ისიც ბეწვზე არის გადარჩენილი. ერთ გურამ როგავას პირდაპირ პოლიციელმა ჩაარტყა და მეორეს ვიღაც ოცნების ტიტუშკებმა, ზონდერებმა. ტიტუშკებს რატო ვიძახნა? ზონდერებმა. ხო, გახსოვს ახლა ნაცების დროს იყო რაღაც ესო კოცები ხშირად ამბობდნენ ხოლმე რომ აი ზონდერები ყავთ. ზონდერები ამათ რო ყავთ ეგეთი ხო? ადამიანს კისერი მოტეხეს. ანუ წარმოგიდგენთ სილის გაწვის გამო შენ 4-დან 7 წლამდე უსჯი და მეორეზე იძახი რომ ვერ ხერხდება იდენტიფიცირება. აქეთ რომ მოუნდათ ნიღბიანი ისინი, რა ქვია, აქციის მონაწილეები უცებ გაიგეს ვინ იყო და დაიჭირეს 30 კაცი. აი თავში რო ფეხს ურტყამს, ცნობილი კადრი როა ხა. ის ნიღბიანი ზონდერი მათი. პოლიციელი კიდე სხვა არის, იმას ნომერი უნდა ქონოდა და ეს რო არ ქონდა ცალკე დანაშაულია, მაგრამ ეს ნიღბიანი ზონდერის იდენტიფიცირებას თუმცა ვერ ახდენენ. ნიღბიანი აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება კარგად მოახდინეს. და ანუ წარმოიდგინეთ, აქეთ მხარეს გვაქვს ჟურნალისტები, რომელსაც კისერს ტეხავდნენ და ბეწვზე არიან გადარჩენილი. და მათ გამო არავინ არ ზეს ციხეში. და აქეთ მხარეს ახლა მზიას უნდა მიუსაჯონ 4-დან 7 წლამდე. მაგას ვამბობ, ვერაფერ გარკვეულწილად აი ამ პროცესებმა, საერთოდ აი ამ პროცესებმა რაც მოყვა ამ აქციების დარბევიდან დაწყებული ამ სასამართლო პროცესების დამთავრებული მთლიანად აი დისკრედიტირების ძალიან მაღალ ხარისხზე აიყვანა თვითონ ხელისუფლება. არა მარტო ქვეყნის შიგნით, ნუ ქვეყნის გარეთ აღარ ვლაპარაკობ საერთოდ, იქ საერთოდ ნულია მათი ავტორიტეტი. ახლა რა უნდა ქრან ამ სიტუაციაში, მოდი ας შევხედოთ, როცა შიგნითაც და გარეთაც ასე ძიმე სიტუაცია აქვს ხელისუფლებას. ერთი არის და მე პირადად დიდი ეჭვმაქვს, რომ სწორედ ამ გზით სწავლენ. ანუ ერთი არ უნდა დასაკარგავი, არაფერი არ აქვს და მოდი ბოლომდე მივაწვით, იქნებ გადავტეხოთ ამით ყველაფერი. ანუ არ დაიხიონ უკან, აი მე ხა თუ პატარა უკან დავიხიეთ, მე თავზე დაგვაჯდებიან, მე ატეხავენ ერთ ამბავს, მოინდოვებენ რევოლუციის მოწყობას, აი თუ ჩათვალეს რომ გადატეხეს პროცესი, შეიძლება დაიხიონ უკან. ხო რა. თუ ჩათვალეს რომ გადატეხე, მაშინ ატეხე, მაშინ შეიძლება ყველა გამოუყუროს. ერთ პოლიტპატიმარს მაგალითად გადაუკვალიფიცირეს, გვახსოვს, ხო? ერთ-ერთ პატიმარს გადაუკვალიფიცირეს, შედარი მსუბუქი მუხტიანეს და კაცთა მოსაზრება რომ შეიძლება ესე წავიდეს. ეს რას ნიშნავს არავინ არ ვიცით, ახლა შეიძლება რაღაც ძალიან ნიმუშური. ხო, მაგიტო ალაპარაკდა პრევენციაზე რა, ანუ რას გულისხმობენ? იცი რომ აი გამოგიშვებთ თუ ეს იქნება თქვენთვის გაკვეთილი და მეორეჯერ აღარ იზამთ. არა, მოდი ასე ვთქვათ, აღარ მოეცდებ გამოხვალთ ქუჩაში, აღარ დაუპირისპირდებით სპეცრაზმს და ასე შემდეგ. მე რასაც ვთქვი პირადად. მაგათი მიზანი. ჩემს სუბიექტურ დამოკიდებულებას ზე მოგახსენე, მე როგორც ვთქვი, ესე იგი, ხელისუფლებას არ უნდა რომ ეს ხალხი ყავდეს დაჭერილი. ამის სრული კი არა. ამის ეს კი არ სიამოვნებთ. მაგრამ მათ უნდათ რომ გამოჩნდნენ კაი ტიპებთან. გამოჩნდნენ ისე რომ ესენი თან არ ყავდნენ ციხეში, მაგრამ თან ხმას არ იღებდნენ რა. აქეთ ბოდიშები მოუხადონ, აღიარონ ამათი ეს ბოდოები, რასაც ამბობენ ამ deep state-ზე, უცხოეთიდან დაქირავებლებზე, ანუ პოლიტიკურად პრობლემა არ შეგექმნათ. თან ციხეში არ ყეთქა, ეგრე კარგია რა, ეგრე არ გამოვა, რა თქმა უნდა. ეგრე არ გამოვა და ამიტომ მათ აქვს არჩევანი ასეთი. ან რომელს უფრო დიდ ზარალად ჩათვლიან იმას თავისთვის, აი თავისთვის, თავის ძალაუფლებისთვის, თავის პოლიტიკური მომავლისთვის. იმას რომ ეს ხალხი ციხეში ყავდეს, კვლავ და მიუსაჯონ და ჩასვან ციხეში და გააგზავნონ ეს რეპრესიული პოლიტიკა, თუ დაიხიონ უკან მაგალითად მიუსაჯონ პირობითი სიტყვაზე არ რაღაცა სხვა რაღაცა, რა ვიცი, ხა კიდე უფრო გადაუკვალიფიცირონ რაღაც ბრალი და სხვა ბრალდება წაუყენონ ამის დაცვად თუ რაღაც, რო ყოველ შემთხვევაში პირობითი ყოველთვის შეუძლია. ან შეწყალების მექანიზმი. არა, ეგ საინტერესო არის აქ ერთ-ერთი პატიმრის დედა ეხა ზუსტად ვერ ვიხსენებ, დაახლოებით 2 კვირის წინ, პირდაპირ ეთერში თუ მეტი 3 კვირის წინ ყვებოდა რომ სასამართლო პროცესზეო, მან მოსამართლემ მოგანის სახელა. მაინც შეგიწყალებ გალუსტაშვილმა მოგვაძახაო, რომ შეგიწყალებთ პრეზიდენტიო. ანუ თითქოს ისეთი თავისუფლება იქნება, რომ ამათ უნდათ რომ აი სამაგალითოდ აჩვენო რომ ჩვენ უკან არ ვიხებთ და სასჯელი კაცრი გამოუტანოთ, მაგრამ მე თან თქვა რომ აი მოწყალები ვართ და პრეზიდენტ შეაწყალებინა. შეიძლება ეს გეგმა კონდეთ. არ ვიცი. ოღონდ თუ მიმართავენ, თუ არ მიმართავენ შეიძლება არ შეიცვალოს. მაგაზია მიმართვით არ მიმართავს ეს ხალხი ახლა რა. თორე ახლა თუ მიმართა ეს არის სწორედ ის რაც უნდა. ეს იდეალური სიტუაცია, მაგათ ანუ აღიარება ერთის მხრივ, ლეგიტიმურობის აღიარება იგივე პრეზიდენტის და ხელისუფლების, მეორე მხრივ ის რომ ჩვენ ძლიერები ვარ და შეგვეხვეწენ და გაგიშვით ეს ახლა მარტო ამათ მოგონილი კი არა. ყველა ავტორიტარული და დიქტატორული ხელისუფლება ასე იქცევა. ჯერ ითხოვს რომ ჯერ შემეხვეწე, ჯერ პატიება ითხოვე, ჯერ აღიარე დანაშაული.
მე გადავწყვეტ შენ გაგიშვებ არ გაგიშვებ შეგიმცირებს საჯეროს თუ რას ვიზამ აი ასეთ მიდგომა ახლა ამ ხრივ ახალი არაფერი არ არის უბრალოდ აკიხლა რაღაცნაირად ისე გამოვიდა რომ არავინ არ თხოვს არაფერს ერთადერთი შემთხვევა იყო საპროცესო შეთანხმებაზე რომ დათანხმდნენ და ისინიც მოატყუეს და გადააგდეს დაპატიმრებულები და მაინც ციხეში გაუშვეს ანუ არ გაუფორმეს ის საპროცესო და იმის მერე რომ საერთოდ მოკვდა ამაზე ლაპარაკი. კი ბატონო, მოდი ახლა ოპოზიციაზე ვთქვათ ორი სიტყვა. ჩვენ ძიამაღლობელი საქმეზე მეორე ნაწილში უფრო ცლად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარი იქნება ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, კოალიციას ცვლილებებისთვის წევრი და ის უფრო სხვა მხრიდან დაგვანახებს კიდევ ამ საქმეს. მანამდე ოპოზიციაში რა ხდება ამაზე რომ ვისაუბროთ. ბოლო დროს ასე ვთქვათ ორმაგი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა ლევან ხაბეიშვილი. რომელიც ცოტა რაღაც განსხვავებული გზა ირჩია ოპოზიციაში, უფრო ისეთი რაღაც აი სულ რაღაც რევოლუციაზე, დამხობაზე და ასეთ რაღაცებზე ლაპარაკობს. შეუერთა პატაბურჯულაძის ინიციატივას, რომ 4 ოქტომბერი იყოს მთავარი ბრძოლის დღე და ასე შემდეგ და ამან გამოიწვია ოპოზიციის შიგნით ფაქტობრივად ცეცხლი გაუხსნეს თავისივე პარტიაში, პარტიის თავმჯდომარემ ჯერ მანამდე მიშამაც გააკეთა რაღაცა მინიშნებები, მერე ელენე ხოშტარიამ, მაგრამ აქ ხა მარტო იმაზე კი არ არის საქმე, რომ ეხა ლევან ხაბეიშვილს, რომელიც ფაქტობრივად წინასწარ აცხადებდა ხოლმე, ხო, ვის დაიჭერენ და ასე შემდეგ და ვის წინააღმდეგ წავიდოდა ოცნების გამოძიება, აღმოჩნდა, რომ ძალიან უშლის ნერვებს ოცნებასაც. იმიტომ რომ აქედან ხოლმე ოპოზიციამ შეუტია სიტყვიერად და კობახიძემ სიტყვიერადად შეუტია მისი დისკრედიტაცია სადარო აგენტიაო და რაღაცა მისი ის მაქვს ნანახი უწყისიო და ანიტას ეძახის და ასე შემდეგ. ამავე დროს შეუტიეს საქმითაც მისი უახლოესი მეგობარი დაუჭირეს. ხო რაღაც თაღლითობა ედავებიან და დაიჭერეს სუსმა და თან სუსმა დაიჭირა და დღეს ეს კაცი გამოვიდა სასამართლოს ხომაზე და თქვა რომ სუს შემომთავაზესო რომ თუ ხაბეიშვილის წინააღმდეგ ჩვენი აგენტი იქნებიო და გვეტყვი ვის ხდება რა ხდება სადმე და ასე შემდეგ. ეხლა მე შორს ვარ იმას რისკარო ვინმე რაღაცა ასე ვთქვათ პედესტალზე ავიყვანო და ასე შემდეგ ხო ეხლა ამ ოპოზიციაში შორიდან ვაკვირდები ყველას. მაგრამ ნუ ლევან ხაბეიშვილი ჩემი გადმოსახედიდან აქეთ მხარეს აი ბოიკოტისტების მხარეს თუ ავიღებთ ხო ვინც არჩევნებში არ მიდის ხო ვინც არჩევნებში მიდის იმას თავიანთი გზად კიდევ არის შედარებით ყველაზე ადეკვატურად იქცევა როდესაც ის ცდილობს რომ თუ არჩევნებს უცხადებ ბოიკოტს უცხადებ შენ ამბობ რომ ქუჩა არის გზა მაშინ შენ უნდა აჩვენო რომ მზად ხარ თავგანწირვისთვის და ცდილობს რომ ეს აჩვენოს და თან ეხა მისი სასტიკით ცემის მერე როცა ის ისეთ ცემეს, იმ ცემის მიზანი რა იყო, ხო? იმ ცემის მიზანი რა არის, ეს სასტიკად როცემ, რომ ადამიანი დაშინდეს. და ეხლა ლევან ხაბეიშვილი კი არ დაშინდა, უფრო აქტიური გახდა. ჩრდილში რო წასულიყო, სხვა რამე იქნებოდა. ფაქტობრივად ამ ცემით უფრო საქმე გაუკეთეს ლევან ხაბეიშვილს, ის პოლიტიკური წონა მოიმატა და როცა ამ ცემის მერე ადამიანი კიდევ თავგანწირვას რაღაცას ლაპარაკობს, ამ აი ესეთი ნიჰილიზმის ეპოქაში, როცა ბევრი ვერ ხედავს გამოსავალს რა იქნება, ვიღაცებისთვის რაღაცა ცოტა იმედის გამო ბრძოლის ჟინის მიმცემი შეიძლება აღმოჩნდეს. ხო, მისი ეს რაღაცა ესეთი აქტიურობა, მაგრამ მე მიდის რატო აღმოჩნდა ის ოპოზიციის მხრიდანაც და თან ხელისუფლებთან ხო უნდა იფიქრო ამაზე რომ ხელისუფლება რო ებრძვის ასეთი მეთოდები ვიღაცას შენ ოპოზიციიდან რატომ უნდა შეიძლება არ ეთანხმები ცეცხლი რატომ უნდა გაუხსნა მაგაში გეთანხმები რომ საჯაროდ ხაბეიშვილის ასე ვთქვათ დაგმობა არ იყოს სწორი და ჯობდა მანამდე გაერკვიათ ეგ საკითხი და ან საერთოდ არ მიექცია თქმა უნდა და ეთქვა თუნდაც განსხვავებული რაღაცა მაგრამ მეორეა იცით ახლა ეს კი ახლა ხაბეიშვილი ძალიან მეცხოველს ინტერესით უსმენ მის პოდკასტებს ხოლმე იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხმის დაიჭერენ ვის არ დაიჭერენ ბიზნეს კარზე რა ხდება ბევრი რაღაცას გაიგებთ ამ ამბებით იმიტომ რომ იქ ეთყობა აქვს მას ინფორმაცია ნუ რაღაც აი როგორ ხო ეს ბავშვობაში ვამბობდით ხოლმე გახსოვს ეს ჟარგონი იყო დუხით იმაშუება აწვებაო ხო ახლა რაღაცა ცდილობს რომ ეს აჩვენოს იმიტომ რომ ამ ოპოზიციაში სხვა ამას ვერ აკეთებს ეგ გასაგებია მაგრამ სხვა ვერ აკეთებს შენ თუ ამბობ რომ ქუჩიდან უნდა შევცვალო ხელისუფლება ხარ ქუჩაში ხალხსტუხით ვერ შეცვლი ხელისუფლებას ხო და ასე არ ხალხსტუხით მაშინ კაბინეტში უნდა იჯდა არც ასე არ იცვლება როგორც ეგ ამბობს არც დაანონსებული ეგ ხო ხა მაგ თარიღზე შეიძლება ვიდაოთ რა თქმა უნდა შეიძლება ვიდაოთ კი არა და ჩამოეკიდოს ეს აუცილებლად ასეა როცა მოდის ის თარიღი მოვა სანამ არ მოვა მანამდე არ აუშავს არა რომ მოვა მე რა შველი ხო მაგრამ ისე რას ამბობენ იცი რომ
აი თარიღი არის რაღაცა ხო გვეუბნებიან რომ აი გეგმა თარიღი არის რომ აი мотиваცია გაუზარდო რომ ამისთვის მოვემზადოთ მაგრამ ეს იმას ხوارიშავს რომ იმ დღეს ვერ რაღაცა მოხდება ზუსტად მაგას ნიშნავს იმ დღიდან უნდა დაიწყოს გადამწყვეტი ბრძოლა ალბათ უფრო ამას ნიშნავს რატო ხვალ არ უნდა დაიწყოს ეს გადამწყვეტი ნუ ხვალ ხო დაიწყოს ვისაც შეუძლია მაგის გაკეთება ხა ეს ახლა ყველაფერი არ არის რაღაც სიახლე ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს ნანახი გვაქვს იყო უკვე არაერთხელ და ვიცით შედეგები ამას რა მოყვება არ აქვს მნიშვნელობა ვინა ხელისუფლებაში ვინა ოპოზიციაში ეს სულ ასე ხდება რა როცა შენ რაღაცა დღეზე აბამ რაღაცა აი დღეს მოხდება რაღაც გარდატეხა და შეიცვლება თვისობრივად სიტუაცია თვისებრივად და მე რომ თუ არ შეიცვალა მართლა მე ეს იწვევს უკუ რეაქციას ეხლა ეს გინდა არ გინდა ასე მოხდება და ხა მანამდე როგორც გითხარი არაუშავს და მე რა იქნება ეგ სხვა ამბავი ამიტომ თავიდანვე ჯობდა ხა მე ყველა გეროვნების არჩევნები რა ჩემთვის იქა ფეტიში კი არა მაგაც თბილისის მერის არჩევნები იყო კარგი მაკონსოლიდირებელი ფაქტორი ჩემი აზრით რომ ყველა მთელი ოპოზიციური ძალისხმევა თავის რუსთაველის პროტესტი თავის ამ პოლიტიკატივრების ამბებით ყველაფრით ერთიანად აი მოეცვა ეს არჩევნების ამბავი არჩევნების გარკვეულწილად თარიღია ანუ ეს თარიღი ეს 4 ოქტომბერიც თარიღი არჩევნების თარიღი ზუსტად არჩევნების თარიღია ხო ანუ ესეც გარკვეულწილად თარიღია და გარკვეულწილად რაღაც მაგრამ ეს იქნებოდა უკვე რაღაცა მრავალფეროვანი სხვა ის აქ ახლა უკვე არის როგორი რაღაცა იცი რომ კი მე მოსწრები ვარ ხელისუფლების დამხობას იერარქიის ძალითაც და რევოლუციითაც ერთში არ მაქვს მონაწილეობა პირადად მიღებული მეორეში მაქვს ანუ გვარდების რევოლუციაში მაგრამ იმ პირველში ნანახი მაქვს ხო შემდგომი თუ ყურებდი რა ხდებოდა ყოველთვის როდესაც ხელისუფლება იცვლება ასეთი რაღაც ზელწოლით არის ერთი რამე რა აუცილებელია ძალოვანი სტრუქტურები ჯარი არის მინიმუმ უნდა იყოს ნეიტრალური და პოლიცია სპეცრაზმი შეიარაღებული ხალხი მოკლედ უნდა ყავიყოს შემხარეს თუ ეს ასე არ არის თუ სპეცრაზმებს და ძალოვან სტრუქტურებს აკონტროლებს ხელისუფლება ვერ შეცვლი ასე პირველ შემთხვევაში იყო სიტუაცია როდესაც ხალხის ხარდაჭერა ქონდა უფრო ხელისუფლებას და არა ხუთჩისტებს და აჯანყებულებს, მაგრამ მაინც დაემხო, იმიტომ რომ იარაღი ქონდათ მეტი და რუსეთი განსაზღვრავდა მაშინ იარაღს ვინ მიიღებდა და ვინ არა. ამიერკავკასიის შტაბის გადაწყვიტა ბოლოს ეს გადატრიალების საქმე. მეორე ვარიანტი იყო პირიქით ხალხის იყო რევოლუციის მხარეს, ანუ უმრავლესობას უნდოდა ხელშეუხებლობის შეცვლა და პლუს ძალოვანი სტრუქტურების დიდი ნაწილიც იყო რევოლუციის მხარეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო უწყებები, ბიზნესი იყო რევოლუციის მხარეს. ორი ქვეყნის ყველაზე დიდი მდიდარი ადამიანი, ყველაზე მდიდარი მაშინ იძინა ივანიშვილი და ბადრი პატარკაციშვილი ორივე აფინანსებდა ოპოზიციას. ერთი აფინანსებდა ჟვანიას და ახალმემარჯვენეებს, ბადრი პატარკაციშვილი, იძინა ივანიშვილი ნაციონალურ მოძრაობას. ასე რომ ახლა ასეთ სიტუაციაში რო ვიყო დღეს იცოცხლე კი ბატონო, მაშინ გინდა ბოიკოტი გააკეთე, გინდა ხელისუფლებას ყველანაირად დაასიანე. ხო, მაგრამ ეს სიტუაცია არ აქვს. აი შენ არჩევნების პრობლემა რა არის? იცი რომ მე რო ვთქვი არჩევნების პრობლემა არის რომ უბრალოდ ეგუები სიტუაცია. არა, ეგ არ არის დატო ეგუები, მე არ მისაღებია არა, ჩემთვის სულ არ ნიშნავს. ჩემთვის ამას ნიშნავს, ხო. მე მდოვამობდი რომ აკონსოლიდირებელი მე ყველაფერი ერთდროულად ხდება. ეს ნაწილია იმის არჩევნები. ეს კი არა, ამ არჩევნებით ხელისუფლება ხარ შეიცვლება არა. არც ვარიანტი. ამიტომ ნაწილია პროტესტის გაწევს. ჩვენ თუ ვიძახით რომ ებრძვით კიბოს მაგალითად, ამ კიბოსთან თავის სტადიები კურნალობის ესე იგი შეიძლება უნდა შეაჩეროს ჯერ პროცესი მერე უნდა შეიძლება ქირურგიული შეჩარევას დაჭინდეს და მოყვეთაც შეიძლება ქიმიოთერაპია მოშველოს ან სხიურმა თერაპია ვარ რაღაც ანუ მამუკა მდინარაძემ თქვა ასეთ რამ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან ან დაზღვევასთან გვაქვს საქმე მშვიდობიანი პრობლემა შეიძლება თუ იმეს დამხობა უნდა დაამხოს და გაეცემა პასუხიო ამბობს დინარაძე იგივე არჩილ გორდულაძე ხელისუფლების დამხობის თავი არავის აქვს საკუთარი თავები დაამხონ როცა ერთად შეიკრიბებიანო განაცხადა ახლა ეგენი ახლა ბრავირებენ გასაგებია ახლა მათი რეაქცია სრულიად თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ თუ გვინდა რომ ხელისუფლება დავასუსტოთ პირველ რიგში აქ მე მგონი არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ოპოზიციური ძალები იქნება ეს არჩევნების მომხრე იქნება მოწინააღმდეგე არ ჩხუბობდნენ ერთმანეთში ეს არის აი აუცილებელი აი მათემატიკაში აუცილებელი და საკმარისი პირობები ეს არ არის საკმარისი იმისთვის რა თქმა უნდა რომ ხელისუფლება შეცვალო მაგრამ აუცილებელია რომ ოპოზიციური ფლანგი მოძლიერდეს არ შეიძლება ერთმანეთზე თავდასხმა ხა ეს იმიტომ კი არა რომ რეჟიმი ძალიან განსხვავებული მოსაზრებები ქონდეს ყველანაირად უნდა მოერიდო ჩემი ასეთ სიტუაციაში რაღაცა მკვეთრ შეფასებებს შეიძლება იკამათო კიდეც
მაგრამ კოლექტიურად ზომიერების ფარგლებში და არ თქვა რომ შენ ხარ მოღალა და შენ ხარ იმასთან შეკრული, შენ ხარ იმის თამაშს თამაშობ და ესეთ რაღაცები არ შეიძლება. ეს ყოველთვის ხელისუფლების სასარგებლოდ არის, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როცა არ აკავს შენ ხარ ეს ძალოვანი სტრუქტურები არ არის ჯერ. ეს არის მის და მიაღწიო აქამდე. აქამდე რომ მიაღწიო ეს პროტესტი უნდა გააფართოო. ანუ ის ხალხიც უნდა იყოს ჩართული და თან აქტიურად ჩართული, რომელიც აბსოლუტურად სხვადასხვა მოსაზრებით არის. ახლა ზოგი არჩევნების მომხრეა, ზოგი არ არის მომხრე, ზოგი რაღაცა იმის მომხრეა, რომ აგერ თარიღები იყოს, ზოგი არ არის ამ თარიღების მომხრე. მაგრამ ყველასთვის უნდა მოიძებნოს რაღაც საერთო. თუ სხვანაირად თუ არ გაფართოვდა, თუ ისევ ის ხალხი არ ჩაერთო, ვისაც მაგალითად ვიცი ასეთები მე თვითონ, აი ეს მზია ამაღლობელის თუ ამ ახალგაზრდების პროცესებს რო უყურებს, ეს არ მოწონს. არ მოწონს და უნდა რაღაცნაირად რო პროტესტი გამოხატოს, მაგრამ ნუ ეხლა ვატროებები რომ შენ აქამდე სადეგდე და აქამდე ხო კაი იყო რომ იმას ვკლებთი და რაღაც ასეთ ველაპარაკე ეხლა ის არ წამოვა რა თქმა უნდა. ამ დროს ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო და ფოკუსირება უნდა გაკეთდეს იმაზე რომ არის თავარი მტერი, რომელიც სახელმწიფოს სტრატეგიულ არსებითი ხასიათის ინტერესებს ღალატობს. და როცა ასეთი სიტუაციაა და თუ ყველა ამას ამბობს და რომ არის აპოკალიფსი ვარ თლამის და არიქა ესე იგი ცოტა ოპოზიციის აქციელი დღეს ხათაშორის ლაშაბუღაზემ დაწერა ასეთი რამ რომ აი აგერო კაცო მერის წარდგენა რო ქონდათო კახაკალაძე ოპოზიცია რო ხარო და იძახი რო პროტესტს უცხადებ ვინც პროტესტს უცხადებთ არჩევნებს და ქუჩი და ასე შემდეგო რაღაცა რო არის მერის წარდგენაო დაორგანიზე აქცია პარალელური აქცია იქ თაცმინდაზე და ასე შემდეგ რომ კომფორტში აინც არ გრძნობდნენ თავს ამაზე არის საუბარი რა არის გასაგებია ანუ ვერაფერს ვერ აკეთებდა ერთმანეთს ჭამენ ხო ვიღაცამ თავი წამა ხა ლევან ხაბაშვილის ამბავი რატო არის ეს სიმპტომატური ანუ ადამიანმა თავის თავზე აიღო რაღაც აქტივობა რაღაც გზა და ეგრევე გიენებივით მიესივნა 4 ოქტომბრამდე კი აიღო არა ეგ მივხვდი აი კი სხვა რამეს ვამბობ რა შენ შეიძლება მოგწონდეს მისი გზა არ მოგწონდეს და არ დაეთახ მაგრამ აი ესე როგორ მიესივნენ გიენებივით აი ჩვენ მაგრამ გიენებივით არ მიასვირენ ერთი ბოგუჩავას განცხადება იყო და ერთი არა მე აქ ისა რა ქვია ხოშტარეს ისა და რაღაცა განწყობა არის ისეთი რომ ეს ვინ არის კაცო ეხლა რაღაცა უჩვენოთ რატომ რაღაცა გადაწყვიტა არა მე როგორც ვატყუი იმ პროტესტის ხალხი უფრო გამეიშვლის ხარ ეს არის ეს ხალხი ქუჩაში ალბათ კი ხო იმიტომ რომ იმ ხალხში ეგ მოთხოვნილება არის რომ თუ ქუჩაში დგავა რაღაცა ის მომენტი შენ ერთი რაღაცა სწორად შენიშნე რა აი დანარჩენი ოპოზიციიდან მოდის ზუსტად ეს განწყობა რომ აი მე თვითონ არ ვიცი და შენ რა გითხრა ხო ანუ დანარჩენი ოპოზიცია რეალურად რას ეუბნება და ხაბეშვილი სწორად ეუბნება და ის პატა ბურჭულაძე და სხვები ვინც ამას აორგანიზებენ რომ აი 4 ოქტომბერი თუ არასწორად ეუბნება დანარჩენი ეს ოპოზიცია ვინც არჩევნებში არ მიდის იმაზე ვამბობ ისინი რას ეუბნება ხალხს ჩვენ თვითონ არ ვიცით რა იქნებაო და ეგ უკეთესი პოზიცია ბუნებრივი ხეს ყველაზე ამით უფრო მოახდენენ მოტივირებას ხალხს ამით აბსოლუტურად კლავ მოტივაციას რა თქმა უნდა და ну არ ვიცი მოკლედ ჩვენ გვაქვს ახლა რეკლამა რეკლამის შემდეგ შემოგვიერთდება ყოფილი მოსამართლე და ჩვენ მზია ამაღლობელი საქმეზე გავაგრძელებთ საუბარს